მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები. სტუდიაში თქვენთვის ნინო ვაშალომიძე მუშაობს. ხოლ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ოზურგეთში სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. ქალაქ ოზურგეთში 26 მაისისადმი მიძღვნილი აქტივობები განათლების სამინისტროს ორგანიზებით ეწყობა. ცენტრალურ მოედანზე 11 საათიდან შეუძლია ადგილობრივებს და ვიზიტორებს მისვლა. ძირითადად აქცენტი ინტერაქციულ აქტივობებსა და სამეცნიერო ექსპერიმენტებზე კეთდება. ინოვაციების სივრცეში დათვალიერებულები გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, რობოტიკას, კიბერუსაფრთხოების მიმართულებებსა და ხელოვნური ინტელექტის პროექტებს. პატარებისთვის მოეწყობა გასართობი სივრცეები, საბავშვო არქეოლოგიური ზონა, სახალისო მეცნიერების აქტივობები, სპორტული თამაშობები და წარმოდგენები. ღონისძიება გალა კონცერტით დასრულდება. წელს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო წარმოდგენილია ოზურგეთში. ჩვენ უკვე ცენტრალურ მოედანზე ვიმყოფებით და ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის. გვაქვს ძალიან გრანდიოზული და საინტერესო ღონისძიებები დაგეგმილი 26 მაისისთვის. წარმოდგენილები იქნებიან უნივერსიტეტები, პროფესიული კოლეჯები, სხვადასხვა საგანმანათლებლო შემეცნებითი ინოვაციური სივრცეებით. ასევე გვექნება ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო სახალისო აქტივობები, ამიტომ მთელი დღის განმავლობაში დილის 11 საათიდან უკვე თქვენ შეგიძლიათ გვესტუმროთ და ისიამოვნოთ. ოზურგეთი განსაკუთრებულად ემზადება 26 მაისის აღნიშვნისთვის. ეს დღე კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან წელს აღინიშნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წელი. ხვალ 11 საათიდან ოზურგეთის მთავარ მოედანზე დაიწყება სხვადასხვა აქტივობები. ჩვენს თანამოქალაქეებს ვთხოვთ, რომ მობზადნენ და მიიღონ მონაწილეობა ამ დღის აღნიშვნაში. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და ოზურგეთის მერიის ჩართულობით დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებისთვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს. ქალაქი უკვე სადღესასწაულოდ არის მორთული. 26 მაისს კი ოზურგეთში გაიმართება და მოიწყობა სამხედრო ტექნიკის გამოფენა, საბავშვო და გასართობი აქტივობები და კონცერტი. ღონისძიება კი ყველა ასაკის სტუმარზეა გათვლილი. თითოეულ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულ გარემოში აღნიშნოს. ოპოზიციური ალიანსი 26 მაისის აქციისთვის აქტიურად ემზადება. მიუხედავად იმისა, რომ უარი მიიღეს როგორც თბილისის მერიისგან, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, რუსთაველზე დემონსტრაციის ჩატარებაზე ორგანიზატორები ამბობენ, რომ გეგმას არ შეცვლიან და მთავარ გამზირზე სცენის და გახმოვანების აპარატურის დამონტაჟებას შეეცდებიან. მსვლელობა უნივერსიტეტიდან პარლამენტის მიმართულებით 19 საათზე დაიწყება. არ ვაპირებთ მორჩილება გამოუცხადოთ იმას, რაც ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებსაც. ვიკრიბებით უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან და შემდგომ მივდივართ მარშით რუსთაველზე. მანამდე ჩვენ ვეცდებით ბოლომდე, რომ შევიტანოთ ტექნიკა, დავამონტაჟოთ სცენა, ეკრანები. ჩვენი გეგმები დამოკიდებულია მნიშვნელოვანწილად იმაზე, შევძლებთ თუ არა ტექნიკური აღჭურვილობის დამონტაჟებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ბოლომდე ვეცდებით ჩვენი კონსტიტუციური უფლების რეალიზაციას, თუმცა არის ვითარებები, როცა შესაძლებელია გამოსავალი არ იყოს. ამის გამო ჩვენ აქციას თავისთავად ცხადია არ გავაუქმებთ, მაგრამ აქციაზე მივიღებთ იმგვარ გადაწყვეტილებებს, რომლის ახსულებასაც დავიწყებთ მეორე დღიდანვე. და ესეთი გადაწყვეტილებები იქნება არაერთი და არა მხოლოდ პოლიტიკურ და ანტირეჟიმულ თემებს გულისხმობ მათ შორის სოციალურ თემებსაც. შეიკავოს თავი ყველამ ნებისმიერი ტიპის ესკალაციისგან. ჩვენი პროტესტი არის მშვიდობიანი და ემყარება მხოლოდ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს. არავინ არ უშლის ადამიანებს აქციის ჩატარებას. საუბარი არის იმაზე, რომ უბრალოდ უნდა გაითვალისწინო ის კონკრეტული მოცემულობა, რომ მთელი, ასე ვთქვათ, ცენტრი ქალაქისა დაკავებული არის იმ ღონისძიების მზადებით, რასაც ქვია საქართველოს დამოუკიდებლობის აღნიშვნის სახელმწიფო დღესასწაული. გამომდინარე აქედან, ეხლა მათ თავიანთი აქციის რაღაცა, ასე ვთქვათ,
პროვოკაციულ დონეზე მიმზიდველობა რომ დაზარდონ ამ სცენის გარშემო აქვს ახლა სპეკულაცია ატეხილი და მეტი არაფერი აქ არ დევს მათ ამ სპეკულაციის იქით. შეკრების გამართვა ყველა შეუძლია რომ დავაზუსტოთ აქ საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე თქვენ იცით რომ აღინიშნება 26 მაისი 26 მაისის აღნიშვნასთან დაკავშირებულია კონკრეტული ღონისძიებები აქედან გამომდინარე სირთულეებთან იყო დაკავშირებული ტექნიკის ადგილზე მიტანა და ამის გამო გაეცათ შესაბამისი პასუხი შეკრების ორგანიზატორებს რაც შეეხება შეკრების გამართვა ყველა შეუძლია ჩვენს ქვეყანაში პირიქით მეგონი კარგიც იქნება კიდევ ერთხელ აჩვენებენ ეს ადამიანები საკუთარ უსუსურ სახეს 26 მაისს საქართველოში ინტერპოლის ევროპის მომდევნო რეგიონული კონფერენცია გაიმართება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ესპანეთში მიმდინარე სხდომაზე მიიღეს. ჩატარდა კენჭისყრა, სადაც ყველაზე მეტი ხმა ჩვენმა ქვეყანამ დაიმსახურა. კენჭისყრამდე ქართული დელეგაციის წარმომადგენლება კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს ინფორმაცია საქართველოს პოლიციის მიერ ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ 2027 წელს ინტერპოლის ევროპის რეგიონალური კონფერენცია საქართველოში გაიმართება. აღნიშნული ღონისძიების საქართველოში ჩატარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და იგი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის სივრცეში სანდო და ძლიერი პარტნიორია. გასული წლების განმავლობაში საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა არაერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის ნარკოდანაშაულის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. სწორედ ამ ძლიერი საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგია ის, რომ 2027 წლის კონფერენციის მასპინძლობა საქართველოს მიენიჭა. მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ღონისძიების ჩატარება კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს და გააღრმავებს ევროპელ პარტნიორ სახელმწიფოებთან ეფექტიან თანამშრომლობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლობა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინასა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს. სამართალდამცავებმა ბათუმში ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მეთადონი ნივთკიცებად ამოიღეს. პოლიციელების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საპატრულო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი დაკავებული თავისი მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომანქანით ბრალდებული სახით მასთან ერთად დაკავებული მამაკაცის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაყვანას სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის სარფის გვერდის ავლით უკანონოდ და მალულად ცდილობდა. პოლიციამ ორივე მათგანი სასაზღვრო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე დააკავა. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნომერ 1 საჯარო სკოლის პირველ კლასელებმა მეორე კლასში გადასვლას მუსიკალური კომპოზიცია ჩვენზედაც იტყვის მომავალი სიტყვას თავისას მიუძღვნეს. დღეს ნატალის სატკბილეთის პატარებმა პირველ კლასელობასთან გამოთხოვება მუსიკალურ ლიტერატურული კომპოზიციით აღნიშნეს. თავდაპირველად სცენა თოჯინიანმა ცელქმა გოგონამ დაიკავა, რომელიც საყვარელ არსებას სკოლაზე და მათ მომავალზე სიმღერით მოუყვა. მეოცნებე ცისთვალა გოგომ კი ირგვლივ კლასელები შემოიკრიბა და თვალწინ დედაენის თითქმის ყველა პერსონაჟი თუ გმირი გაგვიცოცხლა. შავთვალა გოგო მასწავლებელს გამოუტყდა სიყვარულში. შავთვალა ბიჭმა კი ძია იაკობზე თქვა სათქმელი. სატკბილეთის პატარები დედიკოებსაც ტკბილად ჩაეხუტნენ და ფოტოები მიუძღვნეს. სახალისო მინი თეატრალურ წარმოდგენებს სასიმღერო და საცეკვაო ნომრები ცვლიდა, რომელსაც საყვარელი პატარები როგორც ქართულს, ასევე უცხოურს შთამბეჭდავად და დიდის მონდომებით ასრულებდნენ. ყველაფერს ირგვლივ კი ნატალი და ნინო მასწავლებლის ხელი ეტყობოდა. სიყვარული და სითბოთ ნაკარნახევი.
საფინალო ცეკვა, სიმღერა, ფოიერვერკი და მადლობის ნიშნად მიძღვნილი სიგელი იყო, რომელიც ნატალი მასწავლებლებს აც უკვე მეორე კლასელებისგან ერგო, რომლებიც მომავალში თავის სიტყვას ნამდვილად იტყვიან. ისევან აღთვალიერებული სიტყვებს ვერ ყვავრობ. მესი მადლობა ჩემს ფლირტასეს მშობლებს. ამხელად ამსახურებს. როგორ დავიმსახურე ამხელად სიტყვებს. ძალიან დიდი მადლობა. ათილება მინდა, მაგრამ მადლობა. ქეცვიტით თქვენს წინაშე. ყველას დიდი მადლობა. ვინც ეს სიტყვას ვისთვისაც დავიმსახურე. ვისთვისაც მნიშვნელოვანი ვარ. პირველი B კლასის მოსწავლეებმა ძალიან ლამაზად დაასრულეს სასწავლო წელი, შეაჯამეს. მე ვლოცავ ყველა მოსწავლეს, პედაგოგს, ქალბატონ ნატალიას, ყველა მშობელს ამ ძალიან ლამაზ დღეს წარმატებული ყოფილიყოს მათი ცხოვრების გზა. ყველაზე ტკბილი ლუკმა ბოლოს შემოვინახე. საინფორმაციო გამოშვების დასასრულს გაგიმხელთ, რომ დღეს ჩვენი ტელევიზია იუბილარია. გურიეტივე უკვე 10 წლისაა. 10 წელია ეთერში ვართ, 10 წელი მოვლენების ეპიცენტრში, 10 წელი საზოგადოებასთან ერთად. ეს ცოტა ნამდვილად არაა. ამ წლების განმავლობაში ჩვენი კამერა თითქმის ყველგან იყო, სადაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ამბავი ხდებოდა. საკრებულოს სხდომები, პოლიტიკური დაპირისპირებები, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის აქტიობები, სპორტული შეჯიბრებები, კულტურული ღონისძიებები, ყველაფერი რაც რეგიონს შეეხებოდა, ეთერში ხდებოდა. იყო სამუშაოდ რთული დღეებიც, 2019 წელს ექსკლუზიური კადრები, საკრებულოდან, სადაც ოპოზიციონერ დეპუტატზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. იმ დღეს დაძაბული გარემო იყო, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდით, კამერა არ უნდა გაგვეთიშა. იყო გაფიცვები, დაძაბული პროცესები და მუდმივი პასუხისმგებლობა. საზოგადოებას სიმართლე დროულად მიიღო. ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი პანდემია იყო. გურიაში პირველი COVID ინფიცირებული სწორედ გურია TV-ს კამერამ გადაიღო. იმ დღეებში მედია მხოლოდ ინფორმაცია აღარ იყო. ეს იყო საზოგადოების მხარდაჭერა. სიფრთხილე და პასუხისმგებლობა. ამ ტელევიზიის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ადამიანებზე ისტორიებს. სამოქალაქო აქტივისტზე მომზადებული სიუჟეტი, რომელიც გარემოს დაცვის საკითხებზე მუშაობდა კონკურსის ეს ქვეყანა შენია გამარჯვებული გახდა. 10 წელი გავიდა, შეიცვალა ტექნიკა, სტუდია, შეიძლება ფორმატიც, მაგრამ არ შეცვლილა მთავარი. სურვილი მოვყვეთ სიმართლე, ვიყოთ იქ, სადაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ამბავი ხდება. 10 წელია ჩვენს ერთგულ მაყურებელთან ერთად მოვდივართ და მიხარია, რომ ეს ისტორია დღეს რადიოსთან ერთად საინტერესოდ გაგრძელდება. ახლა ჩვენს ეთერში ამინდის დროა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით საქართველოს უმეტეს ნაწილში იწვევებს და იქნება ცვალებადი მოღრუბლულობა. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, ოზურგეთში ჰაერი ხვალ 17 გრადუსამდე გათბება, ჩოხატაურში კი 20 გრადუსამდე. რაც შეეხება ლანჩხუთს, აქ ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსია ნავარაუდევი. ბახმაროში ხვალ ჰაერი 7 გრადუსამდე გათბება. რაც შეეხება ურეკს, აქ ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსია ნავარაუდევი. დედაქალაქში ხვალ ქარი იქნება და დღისით ჰაერი 23 გრადუსამდე გათბება. ეს გახდა ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.